CCTV გახდა განუყოფელი ინსტრუმენტი დაკარგული პირების საქმეების გამოძიებაში. სათვალთვალო სისტემები იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას დაკარგული პირების ბოლო ცნობილ გადაადგილებებზე, რაც გამომძიებლებს აძლევს საშუალებას აღადგინონ შესაძლო მოვლენების განვითარება. მიუხედავად ამ თვალთვალის პროცედურისა, ბევრი ადამიანის ბედი კვლავ უცნობია. ნომერი 10. Ashley Bosmas წარსულსა და პიროვნებაზე მხოლოდ ერთი წინადადების ოდენობის ინფორმაცია არსებობს, რომელიც მთლიანად მისი გაუჩინარების გარემოებებიდან შეიძლება დავასკვნათ. პირველ რიგში Ashley Bosma 2025 წელს 40 წლის იყო და იმ ტერიტორიიდან გამომდინარე, სადაც ის გაუჩინარდა, მას უყვარდა ბუნებაში ყოფნა, ლაშქრობა და კემპინგი. დანარჩენი დაკარგული ქალის აღწერა შეჯამებული იყო იმ პლაკატებზე, რომლებიც გადაჭრელებული იყო ხალხმრავალ ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში. Ashley Bosma ბოლოს ნახეს ვარდისფერი ლეგინსებითა და ნაცისფერი სვიტერით. მას ჰქონდა ცისფერი თვალები და გაუჩინარების დროს თმა ვარდისფრად ჰქონდა შეღებილი. ის იყო 5 ფუტი და 4 ინჩი სიმაღლის და იწონიდა დაახლოებით 115 ფუნტს. და 2025 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ მას აღარავინ უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებები უცნაურია და გამოძიება ჩიხში შევიდა. ძალიან ცოტა კვალი და არც ერთი მინიშნება არ გამოჩენილა. Ashley-ს გაუჩინარების ქრონოლოგია იმ დღეს დაიწყო ვანკუვერის კუნძულზე, ბრიტანულ კოლუმბიაში, კანადაში. აქ ქალი თევზაობაზე წავიდა, თუმცა დეტალურად არ არის მითითებული თუ ვისთან ერთად იყო ის, თუ საერთოდ ვინმესთან. დადასტურებულია, რომ მოგზაურობა Cumberland-ში შედგა, სადაც Ashley დაბანაკდა კომოქსის ტბასთან ახლოს, რომელიც მდებარეობს 24 ჰექტარიან Cumberland-ის ტბის პარკში. რეზერვატის თავაზობს ქვიშის სანაპიროებს, საცურაო ტივტივას, ბანაკს, 14 მომსახურე ადგილს, შგუფურ ბანაკს, ნავმის სადგომს, ნავის გაშვების ადგილს, საფეხმავლო ბილიკებს და 34-მდე არამომსახურე ადგილს. პარკში ასევე ბინადრობენ შავკუდა ირემი, რუზველტის ირმები, კუგარები და შავი დათვები, რის გამოც ბანაკში მყოფებმა ყველა საკვები ცხოველებისთვის მიუწვდომელ კონტეინერებში უნდა შეინახონ. 4 დღის განმავლობაში, სანამ Ashley გაუჩინარდებოდა, იგი დაფიქსირდა სათვალთვალო კამერებზე, როდესაც შედიოდა დაუკონკრეტებულ დაწესებულ. ამ სურათმა სამართალდამცავებსა და საზოგადოებას მისცა ახალი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა Ashley მისი გაუჩინარების პერიოდში. შავი დათვები ხშირად ხდებიან ამ პარკების სტუმრებს. მიჩნეულია, რომ ტბასთან ბანაკის გაშლის შემდეგ Ashley შესაძლოა ერთ-ერთ ახლომდებარე ბილიკზე შესულიყო, თუმცა გამომძიებლებს ზუსტად არ შეუძლიათ თქვან, რომელი ბილიკით შეიძლებოდა ევლო. ესევე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ვიღაცამ წაიყვანა ან უცნობ ადგილამდე ფეხით წავიდა. მის გაუჩინარებასთან დაკავშირებული გარემოებები სამართალდამცველებისთვის უცნობია და ისინი ყველა შესაძლებლობას განიხილავენ. 2 დღის განმავლობაში, რომ ვერ დაუკავშირდა, მისმა დედამ Sandy-მ მისი გაუჩინარების შესახებ RCMP-ს აცნობა. უკვე 6 თვე გავიდა და გამომძიებლები ყველა შესაძლო კვალს ამოწმებენ, პარალელურად კი აქტიურად იძიებენ მის საქმეს. მისმა ახლობლებმა მას შემდეგ GoFundMe შექმნეს, რათა შეაგროვონ ჯილდო ინფორმაციაზე, რომელიც Ashley Bosmas ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმარებათ. ოჯახი მიიჩნევს, რომ ჯილდოს შეთავაზება შეიძლება წაახალისოს ისინი, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდნენ წინ და დაეხმარონ მათ დაკარგული ნათესავის პოვნაში. ოჯახი კომოქსის რაიონში არ ცხოვრობს, რის გამოც მათ უწევთ სახლებს შორის მგზავრობა და საცხოვრებლის პოვნა, რაც ხარჯებს ვდის. GoFundMe საშუალებით შეგროვებული თანხა ასევე მისცემს მათ საშუალებას გააგრძელონ მიმდინარე საძიებო სამუშაოები. მიზანი დადგენილია 9,000 კანადურ დოლარზე, საიდანაც უკვე შეგროვებულია 7,500-ზე მეტი Ashley Bosmas. ადგილსამყოფელის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ Comox Valley-ის RCMP-ის ნომერზე 2538132. ინფორმაციის მიმწოდებლებს თხოვენ მიუთითონ საქმის ნომერი 025-158-16. ნომერი 9. Lisa Doriani დაიბადა ჩრდილოეთ ირლანდიაში 1969 წელს, 4 შვილისგან უფროსი, Pat და John Dorianების ოჯახში. მას ჰყავს 3 უმცროსი და Michelle, Joanne და Sierra. ოციანასაკში ეს ახალგაზრდა, კომუნიკაბელური, გახსნილი და მხიარული ქალი მუშაობდა მაღაზიის ასისტენტად ზღვისპირა ქალაქ ბანგორში, County Down-ში. მას ჰქონდა დაგეგმილი ესპანეთში გადასვლა და ჯეტსკის გაქირავების ბიზნესის დაწყება, რისთვისაც გამოიყენებდა 50,000 ფუნტის ოდენობის პირადი დაზიანების კომპენსაციას, რომელიც 2005 წლის შუა პერიოდში უნდა მიეღო. 2004 წლის ზაფხულში ლიზამ დაასრულა 4 წლიანი ურთიერთობა Jamie Millis-თან და დაიწყო დროის გატარება ახალი მეგობრების ჯგუფთან, რომელთაც მისი ოჯახი არ ამტკიცებდა. ისინი თვლიდნენ, რომ ამ ჯგუფს კავშირი ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან, მძიმე ნარკოტიკებთან და ლოიალისტურ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან. ამ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ლიზა რეგულარულად დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება.
სანამ ლიზა შეძლებდა კომპენსაციის მიღებას, ის გახდა 10 წლეულების განმავლობაში გაუხსნელი საქმის მთავარი ფიგურა. 2005 წლის თებერვლის ბოლოს მან პარასკევის ღამე ბრუმ სპორტში გაატარა. შემდეგ კი მეგობართან დარჩა ბალი-ვოთერში. მომდევნო დღეს ის ნახეს პაბში კირკუბანის მახლობლად. შემდეგ თროულებაზე ბალი ჰალბერტში, სანამ რამდენიმე საათით დაბრუნდებოდა თავის ბინაში ბანგოში. იმ ღამით ან დილით ადრე, ლიზა დატოვა თავისი ბინა და წავიდა ნაომი დრაისდეილის სახლში, ბალი ჰალბერტში, სადაც კიდევ ერთი შეკრება მიმდინარეობდა. კვირას 27 თებერვალს, ლიზა და რამდენიმე ნაცნობი წავიდნენ მიტოვებულ ბალი ჰალბერტის კარავანის პარკში შემდგომ თროულებაზე. ბევრი დამსწრე იყო გართობის მიზნით მიღებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ლიზამ გავრცელებული ინფორმაციით თავისი დროის დიდი ნაწილი მარკ ლოვეთთან გაატარა, რომელიც პარკის მოვლელი იყო. ორშაბათის 28 თებერვლის ადრეულ საათებში მისი ბოლო ცნობილი გადაადგილებები დაფიქსირდა. 1 მარტს მისმა თანამობინადრემ ჯოანას ლიზას უმცროსდას დაურეკა და უთხრა, რომ ლიზა შაბათ-კვირას სახლში არ დაბრუნებულა. ლიზასთან ზარები უპასუხოდ დარჩა და მისმა ოჯახმა სწრაფად დაიწყო ძებნა. იმ ღამეს ოჯახი შეხვდა მარკ ლოვეთს, რომელიც მათი თქმით ატირებული და შეწუხებული იყო. მან განაცხადა, რომ ის და ლიზა დაახლოებით 4:45-ზე კარავანში ისხდნენ, როცა ხმაური გაიგეს და გარეთ მოციმციმე ნათებები დაინახეს. ორივე შიშით გარეთ გავარდა და სიბნელეში ერთმანეთს დაშორდნენ. მარკმა თქვა, რომ მოგვიანებით ლიზას დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. მან განაცხადა, რომ ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის ნახა. ლიზა დორიანი დაკარგულად გამოცხადდა და პოლიციამ დაიწყო კარავანის პარკის ძებნა. კარავანში მათ მისი ჩანთა და სხვა ნივთები იპოვეს. მოწმეების ჩვენებები შეზღუდული იყო, რადგან წვეულების მონაწილეთა უმეტესობა ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ვერ შეძლეს სანდო ინფორმაციის მიწოდება. ერთმა წვეულების მონაწილემ, რომელმაც არაფერი მიუღია, უფრო დეტალური ინფორმაცია მისცა. მან თქვა, რომ მარკი და ლიზა იმდენად ძლიერ ჰალუცინირებდნენ, რომ მას მათი გამო შეშფოთება დაეწყო. დაახლოებით 1:15-ზე მან ლიზას დაურეკა, რომ შეემოწმებინა მისი მდგომარეობა, მაგრამ მან არ უპასუხა. მარკმა ტელეფონს უპასუხა და გაუგებრად უთხრა, რომ რაღაცებს ხედავდა, შემდეგ კი გათიშა. პოლიციამ მოგვიანებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიიღო. მარკმა თავდაპირველად თქვა, რომ ლიზას დაურეკა მას შემდეგ, რაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვა, რომ მან ლიზას მეგობარ ბიჭსაც დაურეკა, რომელმაც თითქოს განაცხადა, რომ ბანგოში იყო სხვა ქალთან ერთად. მეგობარმა ბიჭმა ეს უარყო და თქვა, რომ მარკმა მხოლოდ ის უთხრა, რომ ლიზა დაკარგული იყო. მან ასევე გაამხილა, რომ ლიზას ტელეფონი სინამდვილეში მის ბინაში, ბალი-ვოთერში იყო. ამ წინააღმდეგობრივი განცხადებების შემდეგ მარკმა მოულოდნელად შეწყვიტა პოლიციასთან საუბარი და უარი თქვა ლიზას ოჯახთან თანამშრომლობაზე. 2025 წლის თებერვალში პოლიციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ლიზა ჩანს Saltwater Briggs რესტორანში, გადაღებული 2 დღით ადრე, სანამ ის გაუჩინარდებოდა. ეს არის მისი ბოლო ცნობილი ვიდეო ჩანაწერი. 2000 წლების შემდეგაც ლიზა კვლავ დაკარგულია. მისი ოჯახი კვლავ იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ის იპოვება. მისი აღწერილობით მას აქვს ქერათმა, ცისფერი თვალები, გამხდარი აღნაგობა და სიმაღლე დაახლოებით 5 ფუტი და 4 დუიმი. Crime Stoppers-ი ლიზას ადგილსამყოფელის დადგენაში ან მის გაუჩინარებაში, დამნაშავეების დაჯერაში ინფორმაციისთვის 20,000 ფუნტის ჯილდოს სთავაზობს. ლიზას ოჯახი კვლავ მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, იმ იმედით, რომ ვინმე გამოჩნდება და მისცემს მათ სწორ მიმართულებას. ბოლო დროს, როცა ის ნახეს, ეცვა თეთრი მაისური, ღია ფერის სპორტული შარვალი და თეთრი ბეწვიანი მუნბუთები, როცა გაუჩინარდა. ინფორმაცია მის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამსახურს ნომერზე 101 ან მათი ონლაინ პორტალის საშუალებით მისამართზე psni.police.uk. სლაშის შესახებ ანგარიშისა და ანონიმური რჩევების მიწოდება შესაძლებელია Crime Stoppers-ზე ნომერზე 0800555111. ნომერი 8. Brett McGillivray დაიბადა Vaughan Hills-ში, დასავლეთ ავსტრალიაში და გულით სოფლის ბიჭი იყო. მისი საყვარელი ადამიანები მას აღწერდნენ როგორც კომუნიკაბელურ, გახსნილ, მეგობრულ და მზრუნველ ადამიანს, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავდა. მას უყვარდა სპორტი, განსაკუთრებით ჩოგბურთი, კრიკეტი, კალათბურთი, ფეხბურთი, სერფინგი, წყალბურთი და თევზაობა, რისი სიყვარულიც ოჯახურ არდადეგებზე სერვანტესში განუვითარდა. მისი ოჯახი ამბობს, რომ ის ავსტრალიურ ოცნებას ცხოვრობდა, სანამ დაუკავშირდებოდა გაუხსნელ სტიუარტის გზატკეცილის გაუჩინარებებს. სტიუარტის გზატკეცილი 2800 კილომეტრზეა გადაჭიმული პორტ ოგასტადან სამხრეთ ავსტრალიაში დარვინამდე ჩრდილოეთში, გადაკვეთს ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე უდაბურ ტერიტორიას. ქალაქებს შორის რამდენიმე საგზაო გაჩერებით და სიჩქარის ლიმიტით, რომელიც 130 კმ/სთ-ში აღწევს, ეს გზა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად ითვლება.
2004-დან 2007 წლამდე ჩtildeოეთ ტერიტორიაზე გზატკეცილის მახლობლად რამდენიმე გაუჩინარება მოხდა და ბევრი მათგანი დღემდე გაუხსნელია. 1997 წელს ბრეტმა 3 თვე გაატარა გრეილენდსის საავადმყოფოში, მას შემდეგ რაც მისმა მშობლებმა, როზამ და კოლინმა, შეამჩნიეს უცნაური საუბრები, პარანოია და ბოდვის ნიშნები. მას მკურნალობდნენ მწვავე ფსიქოზური ეპიზოდის გამო, რომლის მიზეზიც უცნობი იყო. მაგრამ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის ოჯახს სჯეროდა, რომ კარგად იყო. ამ გამოცდილება მოგვიანებით ბრეტს შთააგონა, რომ საზოგადოებრივ მედდად ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ემუშავა. ის ჩაირიცხა ედით კოანის უნივერსიტეტში, მიუხედავად ზეწოლისა წარმატებით სწავლობდა. ბევრი მეგობარი გაიჩინა და პრაქტიკული სამუშაოც კი დაასრულა გრეილენდსის საავადმყოფოში, სადაც ოდესღაც მკურნალობდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 2006 წლის 10 აპრილს ორშაბათს. იმ დილით 26 წლის ბრეტმა მოემზადა სამსახურისთვის. დედას უთხრა, რომ შესაძლოა ჩვეულებრივზე გვიან დაბრუნებულიყო სახლში და 6:40-ზე თავისი თეთრი Toyota Camry-ით წავიდა. მასთან ჰქონდა ტელეფონი, საფულე, ჩანთა და ეცვა მედდის ფორმა, რადგან კლერმონტის ბეთესდას საავადმყოფოში მორიგეობაზე მიდიოდა. იმავე დღეს როზამ აღმოაჩინა ავტომოპასუხის შეტყობინება ედით კოანის უნივერსიტეტიდან, სადაც ბრეტს ახსენებდნენ, რომ თუ მედდის პრაქტიკას გამოტოვებდა, უფროსისთვის უნდა ეცნობებინა. ის ნერვიულობდა, მაგრამ იფიქრა, რომ შესაძლოა საავადმყოფოს მის დასწრებაზე ჩანაწერიზე ქანატებულე გაკეთებული. შემდეგ კოლინმა შენიშნა, რომ ბრეტს მაცივაში დარჩენოდა მისი ლითიუმის კარბონატის მედიკამენტი. თავდაპირველად მათ იმედი ჰქონდათ, რომ მან უბრალოდ გამოტოვა ერთი დოზა, ან მეგობრებთან იყო წასული. მაგრამ მრავალჯერადი უპასუხო ზარებისა და უძილო ღამის შემდეგ ისინი პოლიციაში განაცხადეს მის გაუჩინარებაზე. პოლიციამ შეამოწმა ბრეტის სატელეფონო ჩანაწერები და გაიგო, რომ მისი ტელეფონი მაშინვე გამორთულა, როგორც კი სახლიდან გავიდა. ის საავადმყოფოში არ წასულა. ამის ნაცვლად მან ადგილობრივ ბანკში მიიყვანა მანქანა, ფული გამოიტანა და ქალაქი დატოვა. მას შემდეგ მასთან არავის უსაუბრია. რადგან მოგზაურობა უყვარდა, გამომძიებლებმა ავსტრალიის მასშტაბით სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს. მოგვიანებით ის სედანაში შენიშნეს, სპერთიდან დაახლოებით 2000 კილომეტრით აღმოსავლეთით, სადაც ბანკომატიდან კიდევ ფული გამოიტანა. 5 დღის განმავლობაში მისი ანგარიშიდან თანხის გამოტანა გრძელდებოდა, სანამ მთლიანად არ დაიცალა. მისმა მშობლებმა ანგარიშზე კიდევ თანხა ჩარიცხეს, მაგრამ 15 აპრილის შემდეგ სხვა ტრანზაქციები აღარ განხორციელებულა. პარკის რეინჯერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბრეტი ნახა დიდ პარასკევს ლურიტას გზაზე, კინგს კანიონის მახლობლად, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. ის გზის პირას იძინებდა და თქვა, რომ მანქანის პოვნა უჭირდა. მან რეინჯერს თავისი სახელი უთხრა და თქვა, რომ სახლში მიდიოდა. რეინჯერმა თქვა, რომ ის ფიზიკურად კარგად გამომოიყურებოდა, მაგრამ დაბნეული ჩანდა. ამიტომ ჰერმანსბურგის პოლიციას დაუკავშირდა. როდესაც ეს ინფორმაცია ბრეტ ჰარის დაკარგვის საქმეს დაუკავშირეს, პოლიციამ საგზაო ბლოკპოსტი დააბენა, მაგრამ ის უკვე წასული იყო. აპრილის 26-ში სატვირთო მანქანის მძღოლმა სტიუარტის გზატკეცილზე და თავდასხმის რეგიონში მიტოვებული Toyota Camry დააფიქსირა ნომრით 8CI766. ეს ბრეტ ჰარის მანქანა იყო. შიგნით პოლიციამ აღმოაჩინა სავსე საწროვის აუზი, გასაღებები ანთებაში, ბრეტ ჰარის საფულე და მისი ტელეფონი. ერთადერთი რაც აკლდა იყო ბრეტი და მისი შავი ჩანთა. საწროვის ქვითარი აჩვენებდა, რომ ბრეტი ალის სპრინგში იყო 15 აპრილს და პოლიციამ საჰაერო და სახმელეთო ძებნა ჩაატარა, მაგრამ სხვა კვალი ვერ იპოვეს. ბრეტის გაუჩინარება დღემდე გაუხსნელია. მისი ოჯახი ამბობს, რომ გაუჩინარებამდე დღეებში არავის შეუმჩნევია რაიმე უჩვეულო, რაც ამ საქმეს მოულოდნელად, გაუთვალისწინებლად და სრულიად მისთვის არადამახასიათებლად აქცევს. ბრეტ მეკგილვრეი აღწერილია როგორც კავკასიური გარეგნობის მამაკაცი, ლურჯი თმითა და ყავისფერი თვალებით. მას აქვს ღია კანი და ძლიერი აღნაგობა. ამბობენ, რომ მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 დუიმი და მიიჩნევა, რომ გაუჩინარებისას მასთან ჰქონდა პატარა შავი ზურგჩანთა. ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია Crime Stoppers-ის ხაზზე 1800-333-000. სხვა შემთხვევაში შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მისამართზე. .crimestoppers.com.au ნომერ 7. 1923 წლის 11 მარტს პერუში დაიბადა ფურმან დელგადო პინტო, სადაც მან ბავშვობა მინდვრებში მუშაობაში გაატარა. ვინც მას იცნობდა, აღწერდა როგორც კეთილ, მეგობრულ, ოჯახზე ორიენტირებულ და მხიარულ ადამიანს. რადგანაც ის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობდა, მას უყვარდა ზღვა და თევზაობა. მიუხედავად ასაკისა, ის დამოუკიდებელი დარჩა და სიამოვნებით სეირნობდა დიდხანს. ყოველთვის დახმარების გარეშე ბრუნდებოდა სახლში. მას არ ჰქონდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემები, დემენცია ან კოგნიტური დარღვევები. 2011 წელს ფურმანი პერუდან ჩილეში გადავიდა, რათა თავის ქალიშვილებსა და შვილიშვილებთან ახლოს ყოფილიყო და დასახლდა სანტიაგოს პინალულანის კომუნაში. 2018 წლის მარტში მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ სიურპრიზად დაგეგმეს მოგზაურობა ლიმაში, პერუში, მათი ქორწინების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად.
ფურმანმა გაიგო ამის შესახებ და დაჟინებით მოითხოვა წასვლა, რათა თავადაც მოინახულებინა ოჯახი. იმიტომ რომ ფურმანის ბილეთი ბოლო წუთს ცალკე შეიძინეს, მას ჩილეში მარტო დაბრუნება მოუწია. მისი ოჯახი ასაკის გამო ღელავდა, მაგრამ ავიაკომპანიის თანამშრომელმა დაარწმუნა ისინი, რომ პერსონალი დაეხმარებოდა მას აეროპორტში, მათ შორის თვითმფრინავიდან ჩამოსვლასა და ბარგის მიღებაში. ლიმაში 2 კვირის შემდეგ ფურმანი დაბრუნების რეისზე ავიდა, რომელიც დაგეგმილი იყო არტურო მარინო ბენიტესის საერთაშორისო აეროპორტში 2 აპრილს საღამოს 7 საათზე დაფრენილიყო. ჩილეში ნათესავები გასასვლელი კარის 4-თან ელოდნენ მას, მაგრამ ყველა მგზავრის გასვლის შემდეგ ფურმანი არ გამოჩენილა. როდესაც ოჯახმა აეროპორტის პერსონალს დახმარება სთხოვა, უთხრეს რომ დაეცადათ და არ შეუშვეს შეზღუდულ ზონებში. პერსონალი კი არც კი ადასტურებდა, ჩამოფრინდა თუ არა თვითმფრინავი. ფურმანს მობილური ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ ვერავინ უკავშირდებოდა მას. მისმა ქალიშვილმა, რომელიც მოგვიანებით ლიმადან ჩამოფრინდა, აღმოაჩინა რომ ის კვლავ დაკარგული იყო. ნათესავები გაიყვნენ და თვითონ დაიწყეს ტერმინალის ძებნა. ერთმა ტაქსის ზონა შემოწმა, მაგრამ იქიდან გააძევეს. ისინი ასევე ესაუბრნენ ჩამოსულ მგზავრებს და შეხვდნენ კოლუმბიელ ქალს, რომელმაც თქვა რომ მასაც დაფირდნენ აეროპორტში დახმარებას, მაგრამ ეს დახმარება არასდროს მიუღია. ბოლოს ოჯახმა იპოვა პოლიციელი, რომელმაც აიძულა აეროპორტის თანამშრომლები მიეცათ ინფორმაცია. თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ფურმანის თვითმფრინავი რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდა, მაგრამ მის ბარგთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვა და ის ეტლით ბარგის გაცემის ადგილზე გადაიყვანეს და უთხრეს, რომ დალოდებოდა. მათ თქვეს, რომ ის გაღიზიანდა და თვითონ წავიდა. ოჯახმა და ოფიცერმა ვიდეო კამერების ჩანაწერები მოითხოვეს, მიუხედავად თანამშრომლების წინააღმდეგობისა. ჩანაწერი ეწინააღმდეგებოდა აეროპორტის ვერსიას. Fairman ტერმინალში შესვლისთანავე უყურადღებოდიყო და ჩანაწერში არ ჩანს, რომ ის ბარგის შემოწმების ზონაში ელოდებოდა. ტაქსის მძღოლმა მასთან ისაუბრა, მაგრამ ფეირმანი მანქანაში არ ჩასულა. დაახლოებით საღამოს 7:30 საათზე ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მასთან უცნობი მამაკაცი მიდის, რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია. მამაკაცმა მიმართულება მიუთითა და ფეირმანი იმ გზით ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა. შემდგომში ვიდეო თვალთვალის კამერა მაჩვენა, რომ ის იქ რიგში იდგა, მაგრამ მოუთმენელი გახდა და წავიდა, სანამ კამერის ხედვიდან არ გაქრა. ეს იყო მისი ბოლო დადასტურებული ნახვა. Fairman's გაქრობის დროს თან 9,000 პესო ჰქონდა, რის გამოც მის ოჯახს შეეშინდა, რომ შესაძლოა ქუჩაში ცხოვრება დაეწყო. გამოძიებისას მათ აღმოაჩინეს, რომ სხვა ხანდაზმული და დაუცველი ადამიანებიც გაუჩინარებულან შემაშფოთებლად მსგავს გარემოებებში. Fairman Delgado Pinto დღეს 92 წლის იქნებოდა. ის აღწერილია როგორც ჰისპანური წარმოშობის, ყავისფერი თვალებითა და მოკლე ჭაღარათმით. მას საშუალო აღნაგობა აქვს და მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 6 დუიმი. ინფორმაცია ამ დაკარგული კაცის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ PDI-ს ან დაუკავშირდეთ ნომერზე 78 2178. ნომერი 6. Amy Brown-მა თავისი ქმარი, David Lamar Brownie, აღწერა როგორც შესანიშნავი ადამიანი, იდეალური ქმარი და მზრუნველი ბაბუა. წყვილი 25 წელი დაქორწინებულები იყვნენ და 2024 წელს დევიდი 70 წლის გახდა. ბედნიერი წყვილი იმ წელს ერთად ახალ სახლს აშენებდა და ითქვა, რომ ისინი ოცნებებს ასრულებდნენ და ცხოვრების დარჩენილ ნაწილს გეგმავდნენ. სამწუხაროდ, სწორედ იმავე წელს დევიდს დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების შემდეგ დევიდი ექიმთან მივიდა, სადაც მას მეოთხე სტადიის კიბო დაუდგინეს. მას გამოუწერეს მდგომარეობის სამართავი მედიკამენტები და მალევე დაიწყო დაავადების მკურნალობა, მაგრამ ეს არ იყო ამ მძიმე განსაცდელის დასასრული. ემი თავის მეუღლეს დევიდს ჯორჯიდან ბრუქსვილში, ფლორიდაში, ჰერნანდოს ოლქში ჩამოიყვანა, რადგან დევიდს, რომელიც ახლა მძიმე ბრძოლას ებრძოდა, ძალიან უნდოდა თავისი ძმის ნახვა და მასთან დროის გატარება. დევიდის სურვილების სიაში ერთ-ერთი იყო თავისი ძმასთან ერთად 194 აკრიან ოჯახისთვის კუთილ მიწაზე წასვლა და ძველი მუხის ხის მონახულება. სწორედ ამ ვიზიტის დროს გაუჩინარდა იდუმალ ვითარებაში დევიდ ბრაუნი, რამაც ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია გამოიწვია, რომელიც დღემდე არ შეწყვეტილა. 13 აგვისტო იყო, როდესაც დევიდი და მისი ძმა, ასევე მათი ერთგული მცველი და გაწვრთნილი ძაღლი სნუპი, ბრუქსვილის პატენის გზაზე მდებარე ტყიან ტერიტორიაზე გასვლას გადაწყვეტდნენ. სამივე ერთად გაემართა გოლფკარტით ტყისკენ, მაგრამ გზაზე წაქცეული ხე გადაეღობათ. ხე ბილიკზე იყო გადაფენილი და მათ წინსვლას უშლიდა ხელს. დევიდის ძმამ გადაწყვიტა სახლში დაბრუნებულიყო, რომ ხის გადასატანად საჭირო აღჭურვილობა წამოეღო. 69 წლის კაცი სნუპისთან ერთად დარჩა და თქვა: კარგი, მე გავაგრძელებ გზას. მე ძაღლთან ერთად ნახავ ხეს. ეს იყო ბოლო ჯერი, როცა საყვარელი ადამიანები დევიდს ნახავდნენ, ან მისგან რამეს გაიგებდნენ. ისი მოკლე გასეირნებიდან აღარ დაბრუნებულა.
სანამ მისი ძმა დღიდან დაბრუნდებოდა, სნუპის სახლში მარტო მივიდა და დევიდი მასთან ერთად არ იყო, რამაც მაშინვე განგაში გამოიწვია. ის სწრაფად დაბრუნდა გზაზე და დაიწყო საათობით ძებნა, მაგრამ ვერაფერი იპოვა. იმ დღის ნაშუადღევის პირველი საათისა და ნახევრისთვის ჰერნანდოს საგრაფოს შერიფის ოფისი დევიდ ბრაუნის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო და სამაშველო ოპერაცია დაუცველი კაცის მოსაძებნად, რომელსაც მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდებოდა. ხელისუფლებამ სწრაფად მოიპოვა თრიან ტერიტორიაზე დამონტაჟებული ფოტოხაფანგის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ დევიდი სამხრეთის მიმართულებით მიდის, თითქოს ჰეიმანის გზისკენ მიემართება, დაახლოებით დილის 10 საათსა და 40 წუთზე. პოლიციის ოფიცრები ადგილზე მივიდნენ და ბილიკზე დაიწყეს ძებნა, კაცის კვალს გახვნენ. ბილიკის ქვემოთ იმ ადგილას, სანამ კამერას ჩაუვლიდა, გამომძიებლებმა დევიდის სათვალე და ფეხსაცმელები იპოვეს, მაგრამ თავად ის არსად ჩანდა. ვიდეო თვალთვალის სხვა ჩანაწერები აღარ არსებობს, ამიტომ გამომძიებლები ეხლა მხოლოდ იმ მოწმეების მინიშნებებზე არიან დამოკიდებული, რომლებმაც შესაძლოა დაკარგული ადამიანი შენიშნეს. დევიდის პოვნა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკიდურესად გადაუდებელია. ის ავწერლია როგორც თეთრკანიანი მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭაღარა თმა და ცისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 11 ინჩი, წონა კი დაახლოებით 175 ფუნტია. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ჰერნანდოს ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 342 745 6830. სააგენტოს საქმის ნომრით 202 40 03 397. ნომერი 5. ისევე როგორც მისი უჩვეულო გაუჩინარების გარემოებები, ანა ქირეშის ცხოვრებაზეც ბევრი არაფერია ცნობილი, მათ შორის მისი პირადი ურთიერთობები, კავშირები და ისტორია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის იყო 33 წლის და ნიუ-ჯერსის მცხოვრები. ცხოვრობდა ბინაში თავის პატარა ძაღლთან ერთად, ჰაიტში, ჯერსი სიტიში, შენობაში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ქუჩა 147-ში. ანა ქირეშის გაუჩინარება დაიწყო 2025 წლის 1 მარტის დილის ადრეულ საათებში. დაახლოებით დილის 4:56 საათზე მან დატოვა თავისი ბინა თავის ძაღლთან ერთად. მისი გასაღებები და მობილური ტელეფონი დარჩა ბინაში და ამის შემდეგ მხოლოდ ანას სათვალთვალო კამერებით დაფიქსირებულ კადრებზე დაყრდნობით შეგვიძლია შევადგინოთ მისი შემდგომი გადაადგილების სურათი, სანამ ის მოულოდნელად შეწყდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ის წავიდა ერთ-ერთ პარკში თავისი სახლის ახლოს, რაც მოგვიანებით დადასტურდა როგორც Riverview Fish Park-ი. უცნობია ჰყავდა თუ არა ამ დროს მასთან ძაღლი, მაგრამ როდესაც ის კვლავ შენიშნეს, ანა მარტო იყო. დაკარგული ქალის ბოლო ნახვა იმავე დღეს დაფიქსირდა, როდესაც ანა ჰობოკენში შენიშნეს, რომელიც მის ბინიდან ჯერსი სიტიში 2 მილის აღმოსავლეთით მდებარეობს. ვიდეო ჩანაწერში ანა შავ ქურთუკში, შავ სვიტშირტში, შავ შარვალში და შავ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ანა სათვალთვალო კამერებზე შენიშნეს. მას შემდეგ, რაც ანას ვეღარავინ ნახავდა ან ესაუბრებოდა, მისმა ოჯახმა დაკარგულად გამოაცხადა და დაიწყო მასშტაბური გამოძიება და საძიებო სამუშაოები. საქმის გამოძიებისას სამართალდამცველებმა ანას ძაღლი იპოვეს, რომელიც უჩვეულოდ და უცნაურად მარტო იყო დატოვებული ბინის კორიდორში, სადაც ის პერსონალმა აღმოაჩინა. აღმოჩენამ ოჯახი შეძრა, რადგან მათ სჯერათ, რომ ანასთვის უჩვეულო იყო თავისი ძაღლის ესეთ მდგომარეობაში დატოვება. მას შემდეგ ამ უცნაურ საქმეში მცირე პროგრესიც კი არ ყოფილა. შესაძლო კვალის რაოდენობა შეზღუდულია. ყველა მინიშნება შემოწმდა, თუმცა არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ გამომძიებლები სწორ გზაზე დაეყენებინა. მისი ახლობლები მას შემდეგ მის პოვნაში დახმარებისთვის ჯილდოს თავაზობენ, ხოლო ხელისუფლება საზოგადოებას სთხოვს გადაამოწმონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, იმ იმედით, რომ ვინმეს პირადმა კამერამ რამე დააფიქსირა. მისი საქმე დაკარგულად არის კლასიფიცირებული და 2026 წლის აპრილის მდგომარეობით კვლავ გაუხსნელად რჩება. ანა აღწერილია როგორც ზეთისხილისფერი კანის, შავი თმისა და ყავისფერი თვალების მქონე. ის არის 5 ფუტი და 10 ინჩი სიმაღლის. ორივე ყური და ცხვირი გახრეტილი აქვს და ამბობენ, რომ მას რამდენიმე ტატუ აქვს. ინფორმაცია მისი გაუჩინარების ან ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Jersey City-ის პოლიციის დეპარტამენტის ჩრდილოეთ განყოფილებას შემდეგ მისამართზე. 1-547-5350. ნომერი 4. Charlen Hobbs-ი დედა და შვილი და ბევრის მეგობარი. მის პირად ცხოვრებაზე ან წარსულზე ბევრი არაფერია ცნობილი. ამბობდნენ, რომ ის 36 წლის იყო, როდესაც გაუჩინარდა და ცხოვრობდა Riverside-ში, კარდიფში. მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შარლინის აუხსნელ გაუჩინარებას უკავშირდება, იცრება 2024 წლის 19 ივლისს, იმ დღეს, როდესაც ის ბოლოს ნახეს და კონტაქტი ჰქონდა საყვარელ ადამიანებთან. როდესაც იმ დღეს ნათესავებმა უჩვეულოდ შეწყვიტეს მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება, განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ, რამაც მასშტაბური გამოძიება გამოიწვია.
გამომძიებლებმა მიმდებარე ტერიტორიების ვიდეო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, სადაც ერთ-ერთი ნახვა 23 ივლისს დაფიქსირდა. ვიდეოში ჩანს, რომ შარლინი ადამსტაუნში, კარტიფის მორისონის ადგილობრივ მაღაზიაში იმყოფება. 24 ივლისს 6:07 საათზე კამერებმა ის კვლავ დააფიქსირეს, ამჯერად ბროდვეიზე, ადამსდაუნში მდებარე ერთ-ერთ ქონებაზე. ამის შემდეგ პოლიციას მოუწია მოქალაქეთა მიერ ნანახის შესახებ ცნობებზე დაყრდნობა, რომელთაგან ბევრი ვერ დადასტურდა და გამოძიებამ ისინი დააფიქრა იმაზე, თუ რას არ ამბობენ მოქალაქეები. ერთი შესაძლო დანახვა 29 ივლისს მოხდა, როდესაც გავრცელებული ინფორმაციით შარლინი დილის დაახლოებით 11:20 საათზე რკინიგზის ხიდზე გადადიოდა. ჰიდი, რომელიც ადგილობრივად შავ ხიდად არის ცნობილი, ადამსტაუნს სპლატს უკავშირდება. ამ დანახვის მიხედვით შარლინი ლურჯ ქურთუკში იყო და ორ უცნობ მამაკაცთან ერთად ერთ ხაზში მიდიოდა. ერთ-ერთი აღწერილია, როგორც კავკასიური გარეგნობის ფერმკრთალი კანის მქონე 30-დან 40 წლამდე მამაკაცი. მეორე პირს შავი სახის დაფარვა ეკეთა, რომელიც შესაძლოა ქურთუკის ნაწილი, შარფი ან ბალაკლავა ყოფილიყო. მეორე დანახვა რამდენიმე თვის შემდეგ 1 ნოემბერს მოხდა და შარლინ და კორიტინ კარდიფი დაახლოებით 17:30 საათზე დააფიქსირეს. შეიძლება ის აზდას წინ უსაფრთხოების მაგიდასთან დააფიქსირეს. ამჯერად ის პატარა ბავშვთან და მოკლე ბორდოს პროჩერაბილი თმით ქალთან ერთად დააფიქსირეს. სამივე ერთად გავიდა სუპერმარკეტიდან. ამ დაუდასტურებელი ნახვების მიუხედავად, პოლიცია ამბობს, რომ არც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ შარლინი ჯერ კიდევ ცოცხალია. მას შემდეგ საქმე ჩიხში შევიდა. ნახვები დაუდასტურებელია და ეჭვით რჩება, რომ საზოგადოებაში შეიძლება უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ამბობენ. ოჯახი ამკიცებს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ არ გაარკვევენ რა დაემართა მას, ხოლო პოლიცია კვლავ ერთგულად მუშაობს და დაკარგული პირის საქმე უფრო მაღალი დონის გამოძიებად გადააკვალიფიცირა. მას შემდეგ Crime Stoppers-მა გამოაცხადა 2000 ფუნტის ჯილდო, რათა წაახალისოს ისინი, ვისაც ინფორმაცია აქვს, გამოვიდნენ წინ. გამოძიება მოგვიანებით 45 წლის მამაკაცის დაკავებამდე მიიყვანა, რომელიც კიდავს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა შემდგომი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ჩარლინ ზურგზე გამორჩეული დრაკონის სტატუ აქვს, რაც სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. ბოლო კამერის ჩანაწერში ჩარლინს თმა შეკრული ჰქონდა და ეცვა მუქი ფერის ბრეტელების გარეშე ტოპი. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Crime Stoppers ნომერზე 0800555111. ნომერი 3. Claudia Elizabeth Lawrence დაიბადა 1974 წლის თებერვალში, მალტონში, იორკშირში. ის სწავლობდა კერძო სკოლაში, იორკის გოგონათა კოლეჯში და მოგვიანებით დაესწრო კულინარიულ კოლეჯს, სადაც შეფმზარეულად კვალიფიცირდა. ის მუშაობდა რესტორნებსა და სასტუმროებში იორკის მასშტაბით, მაგრამ სამზარეულოში გატარებულმა ხანგრძლივმა საათებმა მას ოჯახისა და მეგობრებისთვის ცოტა დრო დაუტოვა. 2006 წელს კლაუდია გახდა შეფმზარეული იორკის უნივერსიტეტის გუდრიკის კოლეჯში. ამ სამსახურმა მას საშუალება მისცა 2007 წელს საკუთარი სახლი ეყიდა, პატარა რიგის ტიპის კოტეჯი ჰემბორთში, რომელიც სამუშაოდან დაახლოებით 3 მილში მდებარეობდა. გამსაქმებელმა ის სანდო დაახასიათა და იქ გადასვლის შემდეგ საღამოებს ნაკშედის პაბში ატარებდა და ზოგჯერ კუნძულ კიპროსზე ისვენებდა, სადაც სამუშაო შესაძლებლობებს ეძებდა. 2009 წლის 18 მარტს კლაუდია მუშაობდა დილის 6 საათის სვაში გუდრიკში და დაახლოებით 2 საათზე სამუშაოდან გავიდა. კამპუსის ვიდეო კამერებმა აჩვენეს, რომ ის ფეხით გავიდა რამდენიმე წუთში. დაახლოებით 3 საათზე სხვა კამერამ ის დააფიქსირა Melrose Gate-თან მდებარე მაღაზიის მახლობლად, მის სახლთან ახლოს და მეზობელმა განაცხადა, რომ ის იქვე ნახა. იმ საღამოს კლაუდია ორივე მშობელს ტელეფონით ესაუბრა. ის ჩვეულებრივად ჟღერდა და აღფრთოვანებული იყო დედასთან ერთად დაგეგმილი დედის დღის მოახლოებული ღონისძიებებით. მან თქვა, რომ სახლში იყო და აპირებდა ადრე დაძინებას, რადგან მეორე დღეს დილის 5 საათამდე უნდა გაევლო ფეხით სამსახურში, რადგან მისი მანქანა შეკეთებაში იყო. მისმა მშობლებმა მისგან ბოლშატყობინება მიიღეს საღამოს 9 საათსა და 12 წუთზე. მას შემდეგ კლაუდიას არავინ უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან. მეორე დილის 6 საათზე 35 წლის კლაუდია სამსახურში არ გამოცხადდა. მისმა მენეჯერმა დაურეკა, მაგრამ ტელეფონი ავტომოპასუხეზე გადავიდა. კლაუდია იმ საღამოს თავის მეგობარ სუზი კუპერსაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ იქ არ მისულა. სუზიმ, რომელიც იცოდა, რომ კლაუდია ხშირად იყენებდა ტელეფონს, რამდენჯერმე სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ მოახერხა. მეორე დილით სუზიმ საერთო მეგობრებს, მათ შორის ნაკშედის მეპატრონესაც დაუკავშირდა და შემდეგ კლაუდიას მშობლებსაც აცნობა. მისმა მამამ პიტერმა გუდრიკ კოლეჯში დარეკა და გაიგო, რომ კლაუდია 19 და 20 მარტს სამსახურში არ მისულა. 20 მარტს 3:02 საათზე ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციას დაუკავშირდნენ და დაკარგული პირის შესახებ განაცხადი შეიტანეს. პოლიცია თავდაპირველად არ ჩქარობდა. საქმეს გადაუდებლად მიეხედა, რადგან აშკარა ნიშნები ძალადობისა ან არეულობის არ იყო, თუმცა ოფიცრებმა მაინც შეამოწმეს კლაუდიას გზა.
5 კვირის შემდეგ საქმე მაღალი პროფილის გამოძიებად გადაკეთდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ სერიოზული დანაშაული მოხდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან სათვალთვალო კამერის ჩანაწერში გამოჩნდა უცნობი მამაკაცი, რომელიც კლაუდიას სახლის უკანა შესახვევში დაყუნდა. მაგრამ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ნაჩერის 4 მუდმივი სტუმარი მოგვიანებით დააკავეს, მაგრამ სამეფო პროკურატურის სამსახურმა მათ წინააღმდეგ ბრალის საყენებაზე უარი თქვა მტკიცებულებების ნაკლებობისთვის გამო. კლაუდია ლორენსის გაუჩინარების საქმე კვლავ გადაუჭრელია და ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, სთხოვენ დაუკავშირდეს ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციას ნომერზე 101 ან Crime Stoppers ნომერზე 080055551111. ნომერი 2. Rovena Walkeris საქმეში ბევრი პირადი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, მათ შორის მისი წარსული ან ურთიერთობები. პირველი რამ რაც ვიცით ქრისტეს ეკლესიის 39 წლის ქალზე არის ის, რომ ის გაუჩინარდა და მისი ძებნა და საქმის შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლავ გრძელდება. როვენა ბოლოს 2025 წლის 14 აპრილს ნახეს მაღაზიაში, რომელიც ბასეთის ქუჩაზე მდებარეობს Christchurch-ში. ის მაღაზიის უსაფრთხოების კამერებზე უცნობ პიროვნებასთან ერთად დააფიქსირეს. ოჯახის წევრები მხოლოდ 22 ოქტომბერს გაიგებდნენ, რომ უკვე დიდი ხანია არავის უნახავს ან კონტაქტი არ ქონია მასთან. შეშფოთებულმა მისმა დედამ მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა. ბოლო დროს, როცა ოჯახს მასთან კონტაქტი ჰქონდა, როვენამ უთხრა, რომ მეგობართან რჩებოდა. ეს იყო ერთი დრით ადრე, სანამ ის გაუჩინარდებოდა. დაუყოვნებლივ დაიწყო საძიებო ოპერაცია და აღმოჩენებმა გამომძიებლები დაეჭვა, რომ შესაძლოა დანაშაული იყოს ჩართული. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ როვენამ არ დატოვა არანაირი ციფრული კვალი გაუჩინარებისას, რამაც გამოძიება გაართულა. მისი გადაადგილების კვალის დადგენის საშუალების გარეშე, პოლიცია სერიოზულად შეშფოთებულია მისი კეთილდღეობით. მათ ვარაუდობენ, რომ დაკარგული ქალი შესაძლოა იმყოფებოდა საცხოვრებელ წითელ ზონაში, Christchurch-ის ტერიტორიაზე, 630 ჰექტარ მიწაზე, რომელიც მიწისძვრების გამო არასტაბილურად მიიჩნევა. ტერიტორია სკლად არის დაფარული მცენარეულობით და მას შემდეგ გარდაიქმნა გარდამავალ მწვანე ზონად, სადაც განთავსებულია დასასვენებელი ადგილები. ამ თეორიამ გამოიწვია წითელ ზონაში მასშტაბური საძიებო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა 30 თანამშრომელი დრონები, ნავები და პოლიციის ძაღლები. ეს ჯგუფები კონცენტრირდნენ იმ ადგილებზე, სადაც რამე შეიძლებოდა დამალულიყო ან დაფარულიყო. ამ წლის აპრილში აღმოაჩინეს რამდენიმე საინტერესო ნივთი, რომლებიც ამჟამად მოწმდება, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა კავშირი როვენას გაუჩინარებასთან. ვისი გაუჩინარების გარემოებები კვლავ გაურკვეველია. კაცი, ვისთანაც ის იმყოფებოდა, ჯერ კიდევ დაუდგენელია და ის კვლავ დაკარგულად ითვლება. გამომძიებლებმა მათი ძიება მეზობელ რეგიონებშიც გააფართოვეს, მათ შორის ვაიკატოში, კენტერბერიში და ტასმანში. როვენა მოგზაურობით იყო ცნობილი, მაგრამ ყოველთვის უკავშირდებოდა თავის ოჯახს, განსაკუთრებით შვილებს, როცა სადმე მიდიოდა. ამჟამად გამოძიების მთავარ კვალად რჩება უცნობი მამაკაცი, რომელიც მასთან ერთად დაფიქსირდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერში. მაგრამ ამ პიროვნებას ჯერ არ გამოუჩენია თავი. ინფორმაცია ამ გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ადგილობრივ პოლიციას, ნომერზე 105 ან ანონიმურად Crime Stoppers-ის საშუალებით, ნომერზე 0800555111. ნომერი 1. 30 წლის ჯესიკა ზარინსკი ბოსლი პარკში, დასავლეთ სიდნეიში, ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მისი საყვარელი ადამიანები მას აღწერდნენ როგორც ლამას, მშვიდს და ყველასთვის სასიამოვნო ადამიანს. იგი ასევე ცნობილი იყო იმით, რომ ხშირად დადიოდა ქუჩაში და ზოგჯერ უცნობებს ეკითხებოდა, თუ შეეძლოთ მისთვის მანქანით წაყვანა ან სიგარეტის მიცემა. მისმა ნათესავებმა თქვეს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა, თუმცა როგორც ჩანდა, უნკლავდებოდა. ბოლო ერთხელ ოჯახმა იგი ნახა ბოსლის პარკში, 2022 წლის 25 ნოემბერს საღამოს 10 საათზე. ამის შემდეგ ის გაუჩინარდა და მხოლოდ იშვიათად ჩნდებოდა სათვალთვალო კამერებში. პირველი დადასტურებული ნახვა მოხდა 3 დღის შემდეგ, 28 ნოემბერს საღამოს 8:35 საათზე. ვიდეო მაჩვენა, როგორ მიდიოდა ის სამხრეთისკენ ზადროუს ავენიუზე, ბოსლის პარკში. მოგვიანებით იმავე ღამეს ის შენიშნეს კლუბის გარეთ Prairie Valley-ის გზაზე, შემდეგ კი Greenfield Tavern-ის ავტოსადგომზე, Greenfield პარკში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ის შენიშნეს, როგორ ტოვებდა ადგილს ლურჯი Holden Commodore-ის ტიპის უნივერსალით, რომელიც გამოძიების მთავარ ობიექტად იქცა. პოლიციამ მანქანის გადაადგილება უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებით დაადგინა დილის 9 საათამდე, როცა ის ამპოლის ბენზინგასამართ სადგურზე შენიშნეს Horsley პარკში. 40 წლის მამაკაცი, მოგვიანებით გაიდენტიფიცირებული როგორც Paul Jones-ი, გადავიდა მანქანიდან და ბენზინი ჩაასხა. მან ჯესიკა იმ ღამით გაიცნო და მანამდე მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. Jones-ი ასევე შევიდა მაღაზიაში და იყიდა სიგარეტი და 2 ბოთლი გაზიანი სასმელი. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში თითქოს ჩანდა, რომ გზავრის სავარძელში იჯდა ვიღაც, რომელსაც ეცვა ნარინჯისფერი ზედა, სავარაუდოდ ჯესიკა, რომელიც მანამდე იმავე ტანსაცმელში ნახეს.
გამომძიებლებმა ასევე შენიშნეს თოთი, რომელიც გაჭედილი იყო მგზავრის კავშირში, რომელიც მანამდე მანქანის კადრებში არ ჩანდა. მეტი ვიდრე 1 საათის შემდეგ იგივე მანქანა დაფიქსირდა Great Western Highway-ზე, დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ ამჯერად მგზავრის სავარძელი ცარიელი იყო. 2023 წლის ნოემბერში გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ჯოუნსი იპოვეს და მანქანას ფორენზული ექსპერტიზა ჩაუტარეს, თუმცა სასარგებლო მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს. ჯოუნსი გამოძიებისთვის საინტერესო პირად დასახელდა, თუმცა ვიდეო თვალის გარდა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მას ჯესიკასთვის ზიანი მიუყენებია. ჯესიკა ზარინსკის გაუჩინარება კვლავ საეჭვოდ და გადაუჭრელად რჩება. გამომძიებლები კი შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას განიხილავენ. ის აღწერილია როგორც კავკასიური გარეგნობის, ქერათმით გამხდარი აღნაგობით და სიმაღლით 5 ფუტი 6 ინჩი. მას აქვს თატუები მარჯვენა საჩვენებელ თითზე, მარცხენა მაჯის შიგნით და კისრის უკანა მხარეს. ბოლოს ის ნახეს ნარინჯისფერი ზედით, შავი ლეგინსებით და ბრტყელი ფეხსაცმელებით. ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, შეუძლია დაუკავშირდეს Fairfield-ის პოლიციას ან Crime Stoppers ნომერზე 1800-333-000. ჯესიკას ადგილსამყოფელი შესახებ ინფორმაციისთვის შეთავაზებულია 500,000 ოდენობის ჯილდო. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ლილაკს. ასევე არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.